მზადა, მოიცა ხო ყველა მომნიშნე. გიორგი არ მომნიშნავს. დანარჩენი ყველა მომნიშნულია. ოკეი. ხო, დღეს ჩვენ განვიხილავთ ესეთ საინტერესო თემას, როგორიც არის sweet alert-ის ბიბლიოთეკა JavaScript-ში. ზოგადად JavaScript-ში არსებობს ძალიან ბევრი ბიბლიოთეკა, რომელსაც ძალიან საინტერესო სხვადასხვა ფუნქციონალი შემოაქვს. JavaScript-ში შეიძლება რაღაც კოდი გაგვიადვილოს, შეიძლება რაღაც ახალი შესაძლებლობები შემატოს JavaScript-ს, რის საშუალებით შეგვიძლია ჩვენი საიტი უფრო რაღაცნაირად მრავალფეროვანი გავხადოთ. ჩვენი ლექციის თემა არის sweet alert 2, რომელიც არის JavaScript-ის ბიბლიოთეკა და ჩვეულებრივ სტანდარტულ alerts, რომელიც გვაქვს JavaScript-ში, ანუ აი alert რომ ეცადეთ სტრუქტურას გავამზადებ აქ. დავაკავშიროთ, დეფერი არ დაგვავიწყდეს. მოდით live servers გავხსნათ მასთან ერთად. და ჩვეულებრივ სტანდარტულ alerts, როგორც ჩვენ ვიცით, მაგალითად alert-ი და ბჭყალები, მაგალითად 1 2 3 რო ჩავწეროთ, გამოგვდის ესეთი ნოტიფიკაცია. ამით აი გამოგვიდა ეს 1 2 3. მაინც და მაინც ლამაზი არ არის, ხო? რაღაცა ჩვეულებრივი alert-ის მენიუ. ჩვენ შეგვიძლია ეხლა რომ ამ ბიბლიოთეკის შემოტანით JavaScript-ში ძალიან საინტერესო სხვადასხვა რამ გავაკეთოთ. აი მაგალითად ამ ბიბლიოთეკის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია რომ აი მაგალითად try-ის რო დავაჭიროთ, ერთ-ერთი მაგალითი იმისა თუ როგორი მოქმედებს ჩვენი alert-ი არის ეს. ნახეთ როგორი ლამაზი pop-up პანჯარა გაიხსნა. ან მაგალითად ეს თავისი ფუთერით. და მოკლედ ბევრ საინტერესო შესაძლებლობას გვაძლევს. თან ასევე საიტზევე ძალიან კარგად არის ახსნილი, სად, როგორ და რანაირად რა უნდა გამოვიყენოთ. ყველაფერი არის აღწერილი, ყველაფრის ინფორმაცია არის, როგორ უნდა გამოვიყენოთ, მაგალითად ჩვენი ბიბლიოთეკა, სხვადასხვა ბიბლიოთეკებში ასევე, სხვადასხვა ფრეიმვორკებში ასევე, როგორ უნდა დავაინსტალიროთ, აი ინსტალაცია არის აქ. ჩვენ შეგვიძლია npm ინსტალის საშუალებით დავაყენოთ ან უბრალოდ აი ეს სკრიპტი დავაკოპიროთ და ამის შემდეგ თან თქვენც მოდით ჩაგიგდებთ ამ საიტის ლინკს ჩატში. თქვენს გადმოხვიდეთ ამ საიტზე და ჩემთან ერთად დააკავშიროთ JavaScript-ს ეს ბიბლიოთეკა და შემდგომში უკვე გამოვიყენოთ. ეს კონფიგურაციის რაღაც პარამეტრები, ყველაფერი რა რას ნიშნავს, რა როგორ არის, აი მაგალითად არის ესეთი აიკონი, ერთ-ერთი ბრძანება, რომელსაც მნიშვნელობები აქვს warning-ი, error-ი, success, info და question. მე მაგალითად პრაქტიკაში არ დამჭირვებია ამის გამოყენება, სიმართლე გითხრათ, მაგრამ რატომაც არა. შეგვიძლია რომ ძალიან საინტერესო სიტუაციები შევქმნათ ამის საშუალებით. გადახვედით თქვენ საიტზე? თუ არა. თუ მიყურებთ უბრალოდ. კარგი. ჩემი ხმა არის მის თუ თქვენ არ პასუხობთ? არა, გვესმის, უბრალოდ უფრო გიყურებთ. აჰა, ოკეი. კარგი. ანუ მაგალითად ეხლა ეს ბიბლიოთეკა ჩვენ რომ გამოვიყენოთ, დღეს სხვათაშორის პრაქტიკული სავარჯიშოების გვექნება აუცილებლად. დომთან დაკავშირებით მინდა რამდენიმე დავალება მოგცეთ და მაგასთან დაკავშირებით რაც სავარჯიშოები გავაკეთოთ.
ანუ installation-ში უნდა გადმოვიდეთ აქ მარცხნივ ნავიგაციიდან და გადმოწერა და დაინსტალირება გვაქვს აქ. ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ეს სკრიპტი დავაკოპიროთ. გადმოვიდეთ ჩვენს Visual Studio Code-ში index.html-ი გავხსნათ და აი აქვე ჩვენს სკრიპტთან ჩავსვათ ეს ბიბლიოთეკა. ეს სკრიპტი უბრალოდ ჩავსვათ და ეხლა შეგვიძლია ნახოთ როგორ მუშაობს. დავწერე ხა მე სვალ წერტილი fires და hello მაგალითად. ხოლმე ესეთი სატესტო რამე გავაკეთოთ. და აი როგორც ხედავთ ჩვენი ბიბლიოთეკა დაკავშირდა და მუშაობს უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ძალიან საინტერესო მეთოდები. პირველ რიგში მოდით მაგალითებში გადმოვიდეთ examples და ნახოთ რომ ეს არის basic message. ანუ დავწეროთ სვალ, შემდეგ წერტილი fire და ფრჩხილებში უბრალოდ ჩვენ თუ ჩავწერთ რაღაც ტექსტს, რაღაც message-ს, აი ესე ამოვარდება მომხმარებელს აი საიტი რო დავტვირთოთ. ესე ამოვარდება მომხმარებელთან ის ტექსტი, რაც ჩვენ გვინდოდა. მაგრამ ჩვენ ამ ფრჩხილებში თუ ჩავწერთ ობიექტის ფრჩხილებს, ჩვენ შეგვიძლია რომ უკვე კიდევ სხვა დამატებითი რაღაც პარამეტრები ჩავსვათ აი ამ სვალ fire-ის შესაძლებლობებში. ანუ მაგალითად ეს არის title-ი, რაღაც სათაური, ეს შეიძლება იყოს hello პირობითად. ნუ ეხლა იდეაში არანაირი განსხვავება არ იქნება, მაგრამ მოდი titles ქვემოდან ტექსტიც დავუმატოთ, ანუ ესეთი ბრძანება როგორც არის ტექსტი, property და რამე lorem რაღაც lorem ტექსტი ჩავწეროთ. და აი როგორც ხედავთ ეს title-ი სათაური გამოკვეთილად არის, ტექსტი ჩვეულებრივად ქვემოდან გამოვიდა. აი როგორც ამბობს. ასევე გვაქვს აი თუ შეხედავთ კიდევ ერთ-ერთი თვისება, აიკონი, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია რამე ნიშანი დავამატოთ ჩვენს ტექსტს. მაგალითად ეს შეიძლება იყოს კითხვის ნიშანი, ძახილის ნიშანი, წარმატების ნიშანი და ასე შემდეგ. ანუ ჭიჭკა რო გაკეთდეს ასე ვთქვათ. მაგალითად warning. და გადმოვიდეთ და აი ესეთი გაფრთხილების ნიშანი. ან შეგვიძლია რამე კითხვის ნიშანი მაგალითად question. კიდე რა შესაძლებლობები აქვს? აი შეგვიძლია აქ ნახოთ მარცხნივ, ჩამოვიდეთ სადიყო ხო configuration params-ში და აი აქ მოვძებნოთ იდეაში ყველაფერი წერია, ან titles რაში ვიყენებთ, მაგალითად title ტექსტი, HTML ტექსტი, აიკონი. და აი მაგალითად ეხლა აიკონზე გვაინტერესებს რა აიკონები შეგვიძლია გამოვიყენოთ. ანუ არის warning-ი, არის error-ი, არის success-ი, info და question. აი მაგალითად success-ი გამოვიყენოთ. და აი ესე საინტერესოდ მოდ დავარეფრეშებ და ისე განახებთ, ეს საინტერესოდ ამოვარდება ჩვენი და მოდით ნახოთ რა შესაძლებლობები აქვს ჩვენს ბიბლიოთეკას. მოვსკროლოთ და ნახავთ რომ აქვს კიდე ესეთი ერთგვარი თვისება footer. ქვემოდან ხაზი იქნება გაკეთებული HR-ს რო ვაკეთებდით HTML-ში და ქვემოდან ხაზი რო იქნება. აი იგივე იქნება, აქაც აი ესეთი ხაზი იქნება და ქვემოთ უკვე რაღაც ტექსტი რაც ჩვენ დაგვჭირდება. მოდი გავაკეთოთ footer-ი, სადაც შეგვიძლია რამე როგორც ხედავთ, რამე HTML markup-ის
სტრუქტურად შემოვიტანოთ. მაგალითად, შეგვიძლია შემოვიტანოთ როგორც იქ არის ATAG-ი, ATAG-ში ჩავსვათ. Ჩვენ ტექსტი მაგალითად და რამე დავარქვათ, პირობითად YouTube. და როგორც ხედავთ, გამოვიდა ჩვენი ტექსტი. არანაირი ის არ ქონდა, ხლა, ფუნქციონალი, რადგან ATAG-ს როგორც ვიცით, href-ი უნდა ქონდეს, სურონც არაფერი ეწეროს, სავალდებულო არ მქონდეს, იმისთვის რომ ATAG-ის ფუნქციონალი ქონდეს, სხვა შემთხვევაში არ იმუშავებს ATAG-ი. აი ესეთი საინტერესო რაღაც გამოგვივიდა. იდეაში ჩვენ შეგვიძლია ახლა HTML-ში რამდენიმე ღილაკი დავაკეთოთ, რის შემდეგადაც გამოვიძახებთ აი ამ ჩვენს ალერტს. შემიძლია მე ახლა შევქმნა ბათონი რამე, რომელსაც კლასს მივცე, მოდი ID მივცეთ, ID-ზე ვიმუშაოთ ხოლმე, ID btn-ი მივცეთ. ზემოთ რა თქმა უნდა შევქმნი კონს, სახელად btn-ს, რომელსაც document get element by ID-s საშუალებით მივწვდებით. Okay. Ეხლა ჩვენს btn-ს შეგვიძლია event listener-ი მივაბათ, რომელსაც ვეტყვით, რომ კლიკის შემდეგ მე გამოვიძახებ რაღაც ფუნქციას, რომელიც ეწერება აი ეს ყველაფერი. ღილაკში ტექსტი ჩავწეროთ რამე click me მაგალითად და როდესაც გადმოვალთ, ну თავიდან რა თქმა უნდა არაფერი არ ამოვარდება, მაგრამ click me-ს როდესაც დავაჭერთ, გამოგვიხდება ეს ფანჯარა. შეგვიძლია დავაჭიროთ OK-ს. მოდი გავაგრძელოთ კიდევ რა გვაქვს. შეგვიძლია ასევე ჩავსვათ ფოტოები ამ ჩვენს ალერტში. მოდით აი უბრალოდ აი ამ URL-ს ავიღებ, ანუ ამ URL-ის საშუალებით აი ბოლოში რა ციფრებსაც მივხვდებთ, იმ ციფრები ის ზომა ფოტო გამოგვივა ახლა ჩვენ აი დააკვირდებით ახლა 300,500-ზე ამ ხელა არ გვჭირდება მაგალითად იყოს 300x700-ზე ესეთი მოდი 400-500 ცოტა პატარა გავაკეთოთ და აი ახლა ეს ფოტო შეგვიძლია გამოვიყენოთ უკვე ჩვენს Visual Studio Code-ში. იდეაში ეს სტრუქტურა ჩვენ შეგვიძლია დავაკომენტაროთ. იდეაში აქ ყველაფრის დაზეპირება არ არის საჭირო, ანუ რა და როგორ გამოვიყენოთ, ნებისმიერ მომენტში ჩვენ შეგვიძლია გადმოვიდეთ ამ საიტზე და ვნახოთ რა არის მოწყობილი, როგორ არის მოწყობილი და საიდან რა ინფორმაცია წამოვიღოთ მაგალითად. ეხლა იდეაში აი აქ ჩავსვავ icons-სა და footer-ს შორის, ოღონდ ყოველი ხაზის ქვემოთ მძიმე უნდა დაგვაუწყდეს. მოდი მივუწოდოთ აქ რომ 300-400-ზე იქნება, აქ ამასთან ერთად page-ზეც მივუწოდოთ რომ სიმაღლე რამხელა იქნება. აქ რადგან გვაქვს ნათქვამი რომ 400 პიქსელი უნდა იყოს სიმაღლეში, აქაც შეგვიძლია მივუწოდოთ სიმაღლე 400 პიქსელი. გადმოვიდეთ. დავაჭიროთ click me-ს და აი როგორც ხედავთ ჩვენი ფოტო გამოვიდა. ასევე არის image alt-ი, ანუ ეგრეთ წოდებული image alert-ი, რომელიც თუ ფოტო არ ჩაიტვირთა, ეს ტექსტი გამოგვივა. აი მაგალითად ახლა წავშლი ჩვენს ფოტოს მისამართს, ანუ არაკორექტულს გავხდი და აი ახლა ეს ტექსტი გამოგვივა, როდესაც click me-ს დავაჭირე. როგორც ხედავთ, ჩვენი ტექსტი გამოვიდა აქ. ანუ უხეშად რო თქვა ეს ალერტის უფრო ლამაზი ვარიანტი საშუალებაა, ხო მგონი? კი, ანუ რეალურად ახლა ჩვენ რომ რამე pop-up ფანჯრები გავაკეთოთ, რამე ალერტის საშუალებით რამე რო ვანახოთ მომხმარებელს, ახლა მოგვიწევდა რაღაც დიდი ხანი რაღაც სტილების წერა, რაღაც სტრუქტურების შექმნა და ასე შემდეგ. აქ უბრალოდ აი ესე მოკლედ, ლაკონურად
შეგვიძლია დავწეროთ რა და როგორი გვჭირდება და ჩვეულებრივად ამის შემდეგ შეგვეძლება ძალიან საინტერესო და ლამაზი და რაც თავარია სწრაფად გამოვიყენოთ ჩვენი ბიბლიოთეკა. აი, ადრე მინდოდა ალერთის გასტილვა, კითხეთ კიდევაც მახსოვს და მითხარით, რომ არ ღირსო მაგაზე წვალება, უკეთეს ვარიანტებს ვისწავლით, რომ მაგაზე არ ღირსო. ხო, კი, აი, ეხლა მეც გამახსენდა რომ გითხარი და აი ზუსტად ამ ბიბლიოთეკაზე გეუბნებოდი. რომ აი ამის საშუალებით უკვე აი იმ ალერთის გასტილვა და რაღაცები აღარ გჭირდება რა, ეს სრულიად ანაცვლებს თლიანად ალერთს და შეგვიძლია აი ძალიან ბევრი სხვადასხვა რაღაც გავაკეთოთ ამის საშუალებით. აი მაგალითად ახლა configuration params-ში ჩამოვიდეთ, კიდე რა შესაძლებლობები გვაქვს გადავხედოთ. აი კიდევ აი მაგალითად show confirm button-ი. ანუ შეგვიძლია ჩვენ ხომ გამოგვდის ახლა აი აქ რელაქს რომ ვაჭერთ, ეს okay. ეს არის confirm ღილაკი. შეგვიძლია გადმოვიდეთ აქ და ჩვენს show confirm button-ზე უთხრათ false. ამის შემდეგ ახლა ღილაკს რომ დავაჭერთ, აი ეს confirm button-ი გაქრება. მოით ჩვენ ფოტოს უფრო შევამცირებ. იგი ადგილს ეკავებს. 200 აქაც ვთქვათ 200 პიქსელი იქნება. ახოთ ხო. ეაში 200. სიმაღლეში არა. ზოგადად მაინც პატარა ადგილი რო დაიკავოს, დიდად ხელი რო არ შემუშაოს, ნახოთ. ხო, ალურია. ნუ აქ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი URL-ი შეგვიძლია ჩავსვათ და ნებისმიერი ფოტო გამოვიყენოთ. ხო, ასევე მაგალითად შეგვიძლია დავამატოთ cancel button-ი, warp-off-ის ღილაკი, შეგვიძლია confirm button-ი ნახოთ, deny ღილაკი დავამატოთ, warp-off-ა, გაუქმება ან confirm button. კიდევ ასევე ამასთან ერთად ჩვენ გვაქვს ტაიმერი შეგვიძლია დავამატოთ, სად იყო ტაიმერი? აი ტაიმერი და შეგვიძლია ტაიმერში მივუთითოთ დრო, რამდენ ხანში უნდა გაიქცეს ჩვენი ფანჯარა, მაგალითად 500 მილიწამს დავაყენებ, ეხლა მე გადმოვალ, დავაჭერ. ამას ნახეთ, კლიკმის დავაჭერ და ავტომატურად ითიშება 500 მილიწამში. შეგვიძლია 2 წამი დავაყენოთ, სწორად, 2000 მილიწამი და როგორც ხედავთ ორი წამის შემდეგ ავტომატურად დაიხურება ჩვენი ფანჯარა. იდეაში აი ეს იმე ფოტო შეგვიძლია დავაკომენტაროთ, აქ შეგვიძლია გამარჯობა დავწეროთ მაგალითად და მაგალითად ტრანზაქცია შესრულდა წარმატებით. ესეთი რაღაც გავაკეთოთ და კლიკმიზე დაჭერის შემდეგ ესეთი ფანჯარა ამოვარდება და დაეწერება რომ გამარჯობა თქვენი ტრანზაქცია შესრულდა წარმატებით და ავტომატურად დაიხურება 2 წამის შემდეგ. დავხუროთ. კიდევ რა საინტერესო შესაძლებლობები გვაქვს. ხო, input-ი შეგვიძლია დავამატოთ ჩვენ ბიბლიოთეკაში input-ი, ანუ როგორც prompt-ის ვარიანტი, ისე გავხადოთ. და აი მაგალითად input-ი 2 წერტილი და უნდა მივუთითოთ ტიპი, როგორი ტიპის უნდა იყოს ჩვენი input-ი. გადმოვიდეთ, დავაჭიროთ click-mis. გამარჯობა, ბოდიში დავაგვიანე. გამარჯობა, დიანა, ეხლა მოგნიშნა 2 წამით. აი. ხო, ის ტექსტი უნდა ჩამესვა ბრჭყალებში, რა თქმა უნდა. ხო, და აი როგორც ხედავთ ჩვენი ვერ მოვასწარეთ, მოდი ტაიმერი დავაკომენტაროთ და მანამდე უცბად დიანას მოგნიშნო.
დავამატოთ თუ მოინიშნა. შეგვიძლია გავაგრძელოთ ხო დიან ახლა იდეაში ჩვენ განვიხილავთ JavaScript-ის ბიბლიოთეკას ამ JavaScript-ის ბიბლიოთეკა არის ესეთი რაღაც რის საშუალებითაც JavaScript-ში ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ ბევრი სხვადასხვა ახალი რამ სხვადასხვა ფუნქციონალი დავამატოთ JavaScript-ს ან რაღაც ფუნქციონალი გავაადვილოთ მოკლედ რომ თქვათ ხო იდეაში ჩვენ რაღაც ნაწილი უკვე განვიხილეთ მაგრამ გირჩევ რომ მაინც გადახედო ჩანაწერს ძალიან საინტერესო და საჭირო მაინც და მაინც სავალდებულო არ არის რომ იცოდეთ, მაგრამ არ იქნება ცუდი თუ გეცოდინებათ სადმე შეიძლება მომავალში გამოგარდეთ. ხო, ახლა არის გაკეთება მინდოდა ხო. მოდი ტაიმერი გავუქმემე და show confirm ბატონი დავაბრუნოთ true-ზე, რომ გვაჩვენოს ესეთი ღილაკი დადასტურების იმის შემდეგ იმიტომ რომ აი მაგალითად აქ ამის რო ჩავწერთ გამარჯობა ჩაწერა და დადასტურება რომ მოვასწროთ. ოკეი, მაგალითად. ესეთი რაღაც, მაგრამ ეხლა ჩვენ input-ში ჩავწერეთ ტექსტი. ეს ტექსტი სად და როგორ შეგვიძლია რომ გამოვიდეთ? იდეაში აქამდე რაც გავიარეთ თუ მიხვდით რამე ხო არის ესეთი რომ ვერ გაიგეთ ან რამე კითხვის ნიშანი ხომ არ დაგრჩათ. ბატონო, მაშინ გავაგრძელოთ თუ არაფერი არ გაქვთ. კითხვა და ეხლა მაგალითად input-ში მოდ თან აი ეხლა მაგალითად ტექსტის მაგალითად ჩავწერ email-ს. როგორც მახსოვს ეს ბიბლიოთეკა ეხლა. ხო, ნახეთ invalid email address-ო დაგვიწერა, ანუ ჩვენი ჩაწერილი ტექსტი თუ არ იქნება მეილი, ჩვენ ხომ უთხარით აქ, რომ input-ის ტიპი უნდა იყოს email. თუ არ იქნება email-ის ტიპი, ამ შემთხვევაში ჩვენი input-ი ოკეი, შემდეგ არ დადასტურდება. ხო, და რომ დადასტურდება იმის შემდეგ რა უნდა გაგვიქცეთ? ან მოდით ახლა მაგალითად რამე Gmail წერტილი.com დავწეროთ რომ email-ის ტიპი მივცეთ, დავაჭიროთ ოკეი და ნუ დაიხურება. მაგრამ ახლა ჩვენ არ გვჭირდება ეს რომ დაიხუროს, უბრალოდ გვაინტერესებს ეს input-ში რამეს რომ ჩავწერთ, როგორ უნდა მივიღოთ. ამისთვის დაგვჭირდება ჩვენ ესეთი რაღაც. უნდა დავწეროთ წერტილი და შემდეგ then. ანუ შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი ხო გაკეთდა. ეხლა ბოლოში წერტილს დავუწერთ და ვეტყვით then-ს. შემდეგ ანუ და then-ს გადაეცემა პარამეტრი, ანუ როგორც მაგალითად აქ რამ პარამეტრი რო ჩავწეროთ და გადავცეთ, ან for each-ი რომ პარამეტრები გადაეცემა. ანალოგიურად გადაეცემა then-ს პარამეტრი, მაგალითად result და მაგალითად ეხლა კონსოლში უბრალოდ დავლოგოთ ეს result. ანუ რაღაც შედეგი, რასაც მივიღებთ. დავაჭერ click miss, მაგალითად 1 2 3 დავუყავთ email წერტილი.com დავაჭერ OK-ს და ეხლა ნახეთ რა პარამეტრები მივიღეთ. ის confirmed მივიღეთ true, რადგან დავადასტურეთ, OK-ს დავაჭირეთ. ის denied მივიღეთ false-ი, ან უარყოფის ღილაკი ზე არ დაგვიჭერია არაფერი და is dismissed, ანუ cancel-ი ღილაკი არ გვაქვს გამოყენებული. ხო? ესეც false-ია, is confirmed-ი გვაქვს მარტო true, იმიტომ რომ OK-ს დავაჭირეთ, ანუ შესაბამისად დავადასტურეთ ჩვენი alert-ის ფანჯარაზე. და აქ გვაქვს value. value-ში უკვე გვაქვს ზუსტად ის ნიშნულობა, რაც ჩაიწერა input-ში. მაგალითად ეხლა აქ ჩვენ შეგვიძლია ერთი input-ი გავაკეთოთ email-ისთვის, მეორე input-ით შევქმნით. აიგეთ password-ი. გავაკეთოთ show confirm ბატონი გვექნება true-ზე. ნუ იდეაში ეს სტატიკურად ისედაც true არის, მაგრამ მაინც გვეწეროს. show deny ბატონი მივცეთ true და
show cancel ბატონიც მივცეთ true. ნუ ეს სამივე ღილაკი რომ გამოვიდეს ახლა. Okay, ერთი input-ი რატომ გვაქვს? ეს გადაწერა ამან ახლა ერთი წამით როგორც იქ მეორე input-ზე სხვანაირად უნდა გვექნა ერთ წამით მეც გადავხედავ ახლა. ზუსტად ორი input-ი რო გქონდეს. Please. What? დეაში მარტო ერთ ბატონზე გვიშვებს. ერთ input-ზე გვიშვებს მარტო ალბათ. იმიტომ რომ პირველმა მეორე გადაწერა. Okay. ნუ აქ input label-ებიც არის, შეგვიძლია input label-ი დავამატოთ, input placeholder-ი, input value. ან თავიდან რამე თუ გვინდა რომ იყოს ჩაწერილი input-ში რამე ტექსტი, რომ დაეწეროს ეს input placeholder-ი, გამჭვირვალე ტექსტი, რომელიც input-ში ღილაკის დაჭერის შემდეგ გაქრება. მოდი ესენიც დავამატოთ. მოდი უბრალოდ email-ი დავტოვოთ. input label-ში დავწეროთ აქ ჩაწერეთ. email. და input placeholder-ის დავამატოთ აქ შესაბამისად. placeholder. რომელშიც შევწერთ აქ. მე დავუწეროთ აუცილებლად email. მოდი გადმოვიდეთ ახლა და ვნახოთ, ანუ ესეთი რაღაც შევწერეთ input label-ი, input placeholder-ი. გადმოვიდეთ, დავაჭიროთ click miss და ჩაწერეთ თქვენი მეილი, ესეთი label-ი გამოვიდა და აქ უკვე გვხვდება placeholder. რაცა შეგვეძლება რომ ჩავწეროთ. ანუ აქ გვაქვს OK-ის ღილაკი, No-ს ღილაკი და Cancel-ის ღილაკი. ეხლა მე მაგალითად No-ს რომ დავაჭირო, ნახეთ, is confirmed false-ი გამოვიდა, is denied true გამოვიდა, is dismissed false-ი გამოვიდა. Value-ც false-ი გვაქვს, იმიტომ რომ შიგნით არაფერი არ ყოფილა ჩაწერილი. არ ჩაგვიწერია არაფერი. Input-ში შესაბამისად მივიღეთ value-ზე false-ი. ამ ცარიელ მნიშვნელობას არ გვაქვს. ასევე აქ შეგვიძლია ჩვენ დავამატოთ input value, როგორც წეგან ნახეთ, value, რომელიც წინასწარ ჩაწერს ტექსტს input-ში. მაგალითად 1 2 3-ს ვარ ჩავწერ input-ში ავტომატურად დაგვხვდება ეს ტექსტი. დავაჭიროთ click miss და აქ ავტომატურად გვხვდება ეს 1 2 3, ნუ იდეაში შეგვიძლია წავშალოთ. და ნუ ეს იდეაში არც გვჭირდება უბრალოდ ესეთი სატესტო დოკუმენტი. აუ ზაზა, ამასთან დაკავშირებით ციფრებზე რა გამახსენდა იცით? თქვენ თქვით რომ მე კალკულატორის გაკეთებას გასწავლითო თუ რაღაც როგორც მახსოვს. აი ამ ბიბლიოთეკაში არის მაგის საშუალება თუ სხვანაირად კეთდება? არა, ამ ბიბლიოთეკით უბრალოდ ალერთებს გამოვიტანთ ჩვენ. ბიბლიოთეკის გაკეთების იდეა, ნუ იდეაში ახლა ჩვენ რო ბიბლიოთეკა გავაკეთოთ ლექციაზე, მეც მინდა რომ გავაკეთოთ რეალურად, მაგრამ საჭირდება აი მინიმუმ 2 ლექცია. ერთ ლექციაში ფიზიკურად ვერ ჩავეტევ. თან აი იცით როგორ იქნება, მე უბრალოდ მომიწევს რომ ვილაპარაკო და თან კოდი ვწერო გაუჩერებლად 2 საათი. და თქვენც დაიბნევით, ანუ ნელ-ნელა ვერ გავაკეთებ. რა ნელ-ნელა გავაკეთოთ და ყველაფერი რო ავხსნათ, აი მინიმუმ 3-4 საათი დაჭირდება. მაგრამ აი პრინციპს მაინც განახებთ, როგორ დარანაირად კეთდება, ანუ აი მაგალითად რო დავაჭერთ პლუს რომ, ანუ 2-ს 2 რომ მივუმატოთ, როგორ უნდა გავაკეთოთ და მე უკვე თქვენ ამ პრინციპიდან გამომდინარე მიხვდებით დანარჩენი მაგალითად გაყოფა და ისინი როგორ დავამატოთ. ოკეი, მადლობა. არაფერს. იდეაში ესეც
ვიღეთ ახლა. და კიდე რისი გაკეთება მინდოდა. ეხლა ჩვენ შეგვიძლია ესეთი რაღაც გავაკეთოთ. Then-ში შეგვიძლია ჩვენ გვაქვს result-ი, ხო? Result-ი არის ცალკე ობიექტი, როგორც ხედავთ, ანუ აქ მე რო რაღაცას ჩავწერ და okay-s, no-s ან cancels რო დავაჭეროთ, ახლა cancels დავაჭეროთ. გვიბრუნდება ობიექტი. ეს ობიექტი რომ გავხსნათ, ამ ობიექტში არის სხვადასხვა მნიშვნელობა, ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ახლა ძალიან საინტერესო მოქმედებები შევასრულოთ. პირველ რიგში შეგვიძლია თუ is confirmed მოხდა, ანუ is confirmed თუ true მივიღეთ აქ, და ამას დავაკოპირებ. შემიძლია then-ში აი აქ გავაკეთო if შემოწმება. If result წერტილი is confirmed. ავიტანოთ. ანუ იდეაში აქ აღარ გჭირდება ეს ვარიანტი, თუ მაგალითად ან უდრის false. და რატომ თქვენი აზრით? აი უბრალოდ შემიძლია ესე დავწერო რა. და აქ რაღაც მოქმედება მაგალითად log 1. და ნახეთ ახლა მაინც იმუშავებს. ერთიანი მაინც გამომივიდა. იმის და მივხედავად რომ is confirmed დავწერე უბრალოდ და ანუ აქ არ მithქვია რომ ახლა მაინც და მაინც true უნდა იყოს თქვა false-ის ტოლი თუ იქნება, მათ შემთხვევაში გამომიდა. რატო დავწერე ეს თქვენი ეს? ხო, და აი დავწერე result წერტილი is confirmed. არ გაქვთ რამე აზრი? მაშინ ავთ. მოკლედ, result-ი არის როგორც ვთქვით, ობიექტი, რომელიც გვიბრუნდება აი ამ alert-დან გამომდინარე, რომელშიც არის is confirmed, is denied, is cancelled და ასე შემდეგ, ხო? სხვადასხვა ვარიანტი, რომლებიც ავტომატურად გვიბრუნებენ boolean ტიპს. ეს დაგვიბრუნებს ან true-s, ან false. ანუ ეს მოქმედება თვითონ ან true იქნება, ან false იქნება. ამიტომაც მე აღარ მჭირდება რომ აქ უთხრა რომ თუ ეს true იქნება, მაგ შემთხვევაში გამომიტანე კონსოლში ერთიანი. ეს ისედაც ან true-s დამიბრუნებს, ან false და მე იმ შემთხვევაში მინდა ეს გამოვიტანო თუ true-s დამიბრუნებს. ანუ უბრალოდ შემიძლია ეს დავწერო ახლა და იგივე იქნება რაც ეს. Okay. აქ if-ში შეგვიძლია მივხვდით ხო რაც ვთქვი. ახლა ცოტა იაქტიურეს, თორე ეგამოა ეგრე. მოდი აბა sound check-ი გავაკეთოთ, მიკროფონები ჩართეთ 2 წამით. ვინც აქ ხართ? აქ ვართ. აქ ვართ. კი, აქ ვართ. მაშინ უბრალოდ მაინც მითხარით ხოლმე რომ არავեր გავიგე ან არა გავიგე. რომ ვიცოდე რომ აი ამ სიტუაციაში თუ მივხვდით, აი ეს რაზე ვიგულისხმობ. ბოლომდე ვერ, მაგრამ ანუ უყურეთ, ახლა მარტივად ავხსნით. აი მაგალითად ახლა მე მაქვს რაღაც სვადი let's boolean დავსტავარქო, რომელიც არის ისედაც true. მე ვეტყვი რომ აქ თუ boolean უდრის true-s, მაშინ კონსოლში გამომიტანე ერთიანი.
ეხლა მე რომ გავხსნა კონსოლში ერთიანი დამხვდება? იცით რას ვფიქრობ, ანუ უბრალოდ რანდომაბლია რომ ანუ ბულიანს ანუ უბრალოდ სამი უდრისი რაში ჭირდება ხო, ანუ არ განსხვავდება როგორც სტრინგი და ნამბერი განსხვავდება და აი მაგან დამაბნია. ხო, არანაირად. მოიცა? იდეაში აინახე რა სიტუაცია შეიძლება მოხდეს. იდეაში ეგ არ მოხდება, მაგრამ აინახე. რომ შევადაროთ ეხლა true-ს. ეს false იქნება. ნუ სამი შედარებით ხომით უმეტეს false იქნება, ხო, ეს სიტუაცია არ შეგვიძლია. ანუ იდეაში მე ძირითადად ვცდილობ ხოლმე რომ ყველაფერში გამოვიტანო სამი უდრის, იქიდან გამომდინარე რომ შედარება იყოს. ხო, კი, ანუ რაღაცა აი TypeScript-ი მე კარგად დაგვანაცებს რა, რატომ უნდა გამოვიყენოთ, ანუ რა მნიშვნელობა აქვს კაც შედარების ოპერატორს, იმიტომ რომ აი ტიპები ზოგადად რა ყოველთვის დაცული უნდა იყოს მაქსიმალურად და რამე რო არ გაგვეპაროს ან არ გამოგრჩეს. იმ შემთხვევაში მაინც მე ყოველთვის ვცდილობ რომ სამი შედარების ოპერატორი გამოვიყენო უბრალოდ რეფლექსურად. თორე აქ ორიც ჩვეულებრივად იმუშავებს. და მაშინ ამ შემთხვევაში კონსოლმა ერთი ხო უნდა დალოგოს. კი, დალოგავს კიდევაც. ერთიანი გამოგვივიდა ჩვეულებრივად, იმიტომ რომ ბულიანი ისედაც უდრის true-ს, იმიტომ რომ true-ა, ხო? ანუ true და true შევადაროთ ერთმანეთს, true იქნება. მაგრამ ეხლა მე რომ ეს წავშალო, რა მოხდება? ესეც true-ს, ესეც ერთიანს დალოგავს, იმიტომ რომ ანუ true ანუ ესეც true არის ამ ბულიანი. კი. საბოლოო ჯამში იფშე ხო ჩვენი მიზანი ის არის რომ აი აქ true ჩაიწეროს. და აქედან გამომდინარე ეს თუ ისედაც true-ა, მე ხო არ მჭირდება რომ რამე შევადარო რომ true დამიბნოს. ამიტომაც ისედაც ერთიანს გამოგვიყვანს. ანუ ეგეთი საინტერესო რაღაცა. აქაც ანუ ის confirmed ისედაც ან true-ს დაგვიბრუნებს ან false, ამიტომაც აღარ მჭირდება რომ ან true-ს გაუტოვო, ან false-ს გაუტოვო. ხო, და ნახეთ ახლა ამ if-ში მე შემიძლია კიდევ ერთი swal fire-ი გავაკეთო, რომელშიც აი მაგალითად თუ მომხმარებელმა დაადასტურა, მოდი ამას გავშლი. აი ამ ნახეთ then-ში ვაკეთებ. თუ მომხმარებელმა დაადასტურა confirm button-ს თუ დააჭირა, იმეილი შეიყვანა და confirm button-ს დააჭირა, მაშინ კიდევ ერთ swal fire-ი გავაკეთოთ title-ით. თქვენი მეილი წარმატებით გაიგზავნა მაგალითად და ქვემოთ გავაკეთოთ აიკონი success-ის. მოდი აქ ესეთი info აიკონი გამოვიტანოთ უბრალოდ, აი აქ success-ის ხილაკი არ გვჭირდება, აიკონი უბრალოდ. და აი აქ success-ის აიკონი გამოვიტანოთ, ტაიმერი დავაყენოთ 1 წამზე. ანუ 1 წამში რომ გაიჩოს ავტომატურად და show confirm button-ზე უთხრათ false, ანუ არ გვჭირდება. თუ მომხმარებელი დააჭერს confirms, მეილი ჩაწერა და დააჭერა confirms, მაშინ ეს swal fire-ი უნდა ამოვარდა. სადაც დაეწერება რომ თქვენი მეილი წარმატებით გაიგზავნა, დაეწერება ამოვარდება success აიკონი, 1 და 1 წამში ავტომატურად გაიჩერება. და OK-ის ღილაკიც აღარ გამოჩნდება. მოდი შევამოწმოთ ეს. კლიკნის დავაჭიროთ. მოდი ჩავწეროთ რა მეილი, მეილზე უყურებთ, ხო? დავაჭერთ OK-ის და თქვენი მეილი წარმატებით გაიგზავნა და ავტომატურად დაიხურა შემდეგი ფანჯარა. ნუ ეს ცოტა მალე მოხდა, მოდი 2 წამზე მაინც დავაყენოთ, რომ მომხმარებელმა წაკითხვა მოაყენოს, ხო? ეს თავაპარებს. და თქვენი მეილი წარმატებით გაიგზავნა და დაიხურა. მოდი შევწამი ლეპტოპ შევაერთებ, თორე და
აი ესეთი რაღაც მივიღეთ. ეხლა შეგვიძლია რომ ამ if-ის შემდეგ კიდევ ერთი else if-ი უთხრათ და result is denied. თუ იქნება true, ამ შემთხვევაში კიდევ ერთი swap-fire-ი გავაკეთოთ მაგალითად, სადაც გვექნება title when mail are დაიგავნა სადოთ ახლიდან. ქვემოთ გვექნება აიკონი, რომელიც იქნება error-ის. გვექნება ტაიმერი, ისევე 2 წამიანი და show confirm button-ზე უთხრათ, რომ იქნება false, ანუ არ გჭირდება რომ ესეთი გლაკი გამოგვიტანოს. მოდი ესეც შევამოწმოთ, დავაჭერ click miss, დავაჭერ knows და თქვენ მეილი არ გაიგზავნა. სადოთ ახლიდან. აი დავაწერე და არა ტაიმერი. click me no თქვენი მეილი არ გაიგზავნა, სადოთ ახლიდან და გაითიშა. და ბოლო results-ში რა საბრუნებდა და მოვიწყდა უცბად ნახავ, თუ დავაკენსელეთ ზუსტად is dismissed ხო. და კიდევ ერთი else if-ი შეგვიძლია გავაკეთოთ აქ. else if თუ result 30 is dismissed გვაქვს. post კომარეობაში აქ მაშინ კიდევ ერთი swap-fire-ი შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. title ოპერაცია გაუქმებულია. ქვემოთ აიკონი გავაკეთოთ. რისი აიკონი გავაკეთოთ, აქ რომელი წავა. გადავხედოთ კიდე რა აიკონები გქონდა. საინტერესო რომ გამოვიყენოთ. warning, error, info, success question. იდეაში აქ შეგვიძლია აქ მოდი warning-ი გავაკეთოთ. და ტაიმერი აქაც 2 წამზე და confirm button უთრის false. icon color-ში რა გამოვა? როგორ? icon color-ი რო ეწერა, მანდ რა გამოვა? ალბათ ფერ შეცვლის. ანუ მაგალითად ანუ მთლიანი არ ვიცი, მაგრამ ხარ გამომიყენებია, მაგრამ მოდი ვნახოთ აი მაგალითად რა არის. დიახ, საინტერესოა. click მის დავაჭიროთ და ხო. აი აი მთლიანი აიკონის ლამაზი იქნება. და აი მაგალითად დავაჭერთ cancel-ს, ოპერაცია გაუქმებულია და გვიწერა და გაითიშა ავტომატურად. აი ესეთი რაღაცა აქ results console-ში გამოტანა. არ გვინდა. მერე შეგვიძლია ეს value მომხმარებელმა რაც ჩაწერა, ნუ ეს value დავამუშაოთ. ანუ აქაც ვნახოთ რომ result-ის else if-ი დავწეროთ. ან აქვე ზემოთ უპირველეს ყოვლისა შეგვიძლია input-ის value შემოწმება გავაკეთოთ if result value ან თუ false არ დაგვიბრუნა. არ უდრის false ხა აქ ეს დაგჭირდება. ანუ აქ ჩვენ idea-ში არ გჭირდება, იმიტომ რომ გახსოვთ მე რა გითხარით, ცარიელი string-ით რო იყო თუ false. გახსოვთ? არა. ცარიელი string-ი როდესაც გვაქვს ჩვენ სადმე ნებისმიერ სიტუაციაში ეს ცარიელი string-ი boolean ტიპში თუ გადავიყვანეთ.
იქნება false. ანუ მაგალითად let's a უდრის ცარიელი string-ი თუ გვექნება, ეხლა მე რომ აქ if შემოწმება გავაკეთო და უთხრა რომ a თუ true არის, მაშინ კონსოლში გამომიტანე 1. ეს მე რას გამომიტანს თქვენი აზრით ცარიელი string-ი? false. false, რა თქმა უნდა. ანუ ერთიანი არ გამომივა მე ახლა ბრაუზერი რო გავსწავლე. მაგრამ ელემენტარული აქ ერთი space-იც რომ დავწერო მე, ნახეთ ერთიანია უკვე. ანუ true გამომდის იმ შემთხვევაში თუ string-ში რამე წერი. თუ ცარიელი იქნება, ამ შემთხვევაში არ გამომივა, იმიტომ რომ ცარიელი string-ი იგივე რაც false boolean ტიპად რომ გადავიყვანოთ. იდეაში ეს შეგვიძლია ესე გავაკეთოთ. a დავუვაგოთ კონსოლში. და ორმაგი ძახილის ნიშანი დავუწეროთ წინ. ორმაგი ძახილის ნიშანი გახსოვთ რა შვებოდა? ერთი მახსოვდა რომ მნიშვნელობა საპირისპიროდ უცვლიდა, მაგრამ ორი არ მახსოვს. ანუ მაგალითად ეხლა მე მაქვს a, მოდი პირდაპირ ჩავწეროთ true. ერთი ძახილის ნიშანი რას გახდის ამას? ეს true. უარყოფა არ არის ძახილის თუ? არა, ძახილის ნიშნით ჩვენ, აი როგორც გიორგი თქვა, ვაბრუნებთ მნიშვნელობას, ვატრიალებთ რა. ეხლა true მაქვს მე a და წინ ძახილის ნიშანი დაუწერეთ. თუ შემოუბრუნე მნიშვნელობა, ეს რა გამოდის? false. false რა თქმა უნდა. მაგრამ კიდევ ძახილის ნიშანი რო დაუწერო და კიდევ რო დავატრიალოთ მნიშვნელობა? ისევ true, მაგრამ აზრი რაღა აქვს მაშინ. უფრო ესეთი შედარება? არა, კაცი შედარება არა, ამის საშუალებით სხვა მნიშვნელობებს ვაბრუნებთ. მაგრამ ეხლა მე რომ არა boolean ტიპის ნებისმიერი ინფორმაცია მივიღო. და მჭირდება რომ boolean ტიპად ვნახო, ან true მივიღო, ან false კონკრეტულად. მაშინ ამ ორ ძახილის ნიშანს დავწერ. ერთხელ რომ ვნახოთ ეხლა ეს რა იქნება. ეს რა გამოგვივა ეხლა ერთი ძახილის ნიშნით? უკვე true. true, ხო? აი true მივიღეთ, მაგრამ ორი ძახილის ნიშანი თუ დავწერეთ? უკვე false მიიღებს, მაგრამ გასაგებია. ხო. ანუ რეალურად მე ეხლა ეს არიელი string-ი გარდავაქცია boolean ტიპად. თუმცა იმ boolean ტიპად, რომელიც თვითონ არის. ანუ false. ეხლა მე რომ max space-ი დავწერო, უკვე true-ს მივიღებ. ან რამე რო ჩავწერო ის. ეხლა მე ნოლიანი რომ ჩავწერო, რას მივიღებ? ეს სვადის მნიშვნელობაში. True-ის. კი ბატონო, true-ს. არა, true-ს არ მივიღებ. ნულიანი რა იყო? ნულიანი false ხო არ იყო? ნულიანი false. false. მაგრამ ერთიანი უკვე true. ნულიანზე მოდნებისმიერი true იქნება. ნულიანი false, ერთიანი true. ცარიელი ბრჭყალები false-ია. ცარიელი string-ი false-ია უბრალოდ, ერთი space მაინც თუ იქნება string-ში. უკვე true. უკვე true-ა. აქაც ჩვენ რას ვაკეთებთ შესაბამისად? ჩვენს if შემოწმებაში ვამოწმებთ, რომ result-ის value უბრალოდ, თუ ცარიელი იქნება, ეს ავტომატურად false დაგვიბრუნებს, ხო? მაგრამ თუ რამე ტექსტი ეწერება, true იქნება და შესაბამისად შეგვიძლია რომ result წერტილი value გამოვიტანოთ კონსოლში. მოდი ვნახოთ gmail.com დავაჭეროთ OK-ს. თქვენი მეილი წარმატებით გაიგზავნოთ და ჩვენი მეილი მივიღეთ კონსოლში. აქ შეგვიძლია იდეაში else დავამატოთ. თუ input-ი ცარიელი იყო, მაგალითად ვქონოთ ცი დავწეროთ უბრალოდ. მოდი ვნახოთ. ეხლა ცარიელს ვერ გავაგზავნოთ. იმიტომ რომ მეილის ტიპია და ეს თვითონ ვალიდატორი არ გვაძლევს იმის საშუალებას რომ ოკეი გავატაროთ, მაგრამ იდეაში ტექსტად თუ გადავაკეთებთ ამას input-ის ტიპს.
ამ შემთხვევაში ხო შეგვეძლება რომ ცარიელი ის გავაგზავნოთ. empty დაეწერა. ხო? მაგრამ თუ ტექსტი ჩავწერთ რამეს, ჩვეულებრივად კონსოლში გამოვა. ო, აი ესეც საინტერესო ბიბლიოთეკა. ნებისმიერ მომენტში ახლა თქვენ შეგიძლიათ გადმოხვიდეთ, გადახედოთ რა და როგორ არის აქ, გაიხსენოთ და გამოიყენოთ. ძალიან ადვილი ბიბლიოთეკა, ყველაფრის დოკუმენტაცია არის ამ საიტზე, ეს ამ საიტის ლინკი მე ჩავაგდე ჩატში და ნებისმიერ მომენტში შეგეძლებათ რომ გადმოხვიდეთ და ნახოთ. გამოგვის ესეთი რაღაც. კარგით, ეხლა შეგვიძლია გავაკეთოთ შესვენება და შესვენების შემდეგ რამე სავარჯიშოები მინდა რომ გავაკეთოთ. კარგით. კარგით, შევხვდებით არქივში. კარგით.
აქ არც მეგობრებო. კი ბატონო. ოკეი, კი, ვართ. მე ხა დავალებებს ვამზადებ. გაკვეთილზე გასაკეთებელთ დავალებას? კი. აი ლეპტოპი დაზიანებული ვერ გავაკეთე ისევ პლანშეტი თუ ეს წლების შემდეგ გაკვეთილიდან მექნება ლეპტოპი უკვე. ოკეი. დიდი ბოდიშიც მოხდით. არა უშავს. აი გავაკეთე ახლა მე და აი ეკრანს გავაზიარე. და დაიწყეთ ნენა მუშაობა. იდეაში არაფერი რთული აქ არ არის. არა რამე ისეთი არ არის, რაც არ გავიარეთ. რთულის არაფერი არ არის, რეალურად ყველაფერი ვიცით. კითხვები ხო არ გაქვთ დავალებასთან დაკავშირებით? აუცილებლად დაწერეთ ეს, რაც გამოგივათ ის მაინც დაწერეთ, ცადეთ როგორ და რანაირად გამოგივათ და შეფასებებს დავწერა აუცილებლად. დავალებაში გავუტვირთო ეს ერთი შეიძლება. კი, არ არის პრობლემა. ეს ახლა უნდა გავაკეთოთ? კი, ლექციაზე უნდა შეასრულოთ, სანამ ლექციაზე ვართ, რომ თან გზაში კითხვები დამისვათ, განვიხილოთ, ერთმანეთსაც დაეხმაროთ ასევე. ხარით. ეს დივი სად უნდა შევქმნათ ახლა?
ანუ ეს ყველაფერი უნდა გააკეთოთ JavaScript-ის საშუალებით. Java-ში და JavaScript-ში, ოკეი. კი, ანუ HTML-ის მხრიდან არ უნდა გააკეთოთ არაფერი, საერთოდ ყველაფერი უნდა მოხდეს JavaScript-ის მხრიდან. ანუ div-ის შექმნა, div-ის body tag-ში შეტანა, კლასის მიცემა და ასე შემდეგ. ყველაფერი უნდა მოხდეს JavaScript-ის მხრიდან.
როგორ მიდის აბა საქმეები? წერთ თუ რა შვებით, თუნდაც ხო არ კარგავთ დროს. მე საშინაოდ დავწერ ამას და საშინაოსაც თუ მოგცემთ, მაგრამ იმასაც ხა ესე ვერ რატო ეხლა არა და ესა უფრო ადვილად გამოვიდო და იდეაში, იმიტომ რომ მე აი, უბრალოდ ვარტები ვერ გავიხსენე. მე კონსპექტებსაც ვიწერ ხოლმე, მაგრამ ანუ ვერ მივხვდი მოკლედ და მირჩევნია რომ რა ვიცი, ვინც გააკეთა, იმას შევხედო, იმიტომ რომ ვერ გავიხსენე ახლა. აი, მოდი ახლა ერთად გავაკეთოთ. მე კი მაქვს რაღაცა პატარა შექმნილი, მაგრამ კაი, ერთად გავაკეთოთ მაშინ. და ანუ იმას ამ ეკრანი ხო გაზიარებული ხო? კაი, პირველ რიგში შექმენით დივ. დივი რო შევქმნით ახლა. რა უნდა გამოვიყენოთ ამისთვის? რომელი კოდი, რომელი ბრძანება? კი ბატონო, create element. ანუ შევქმნათ რამე სვადი. კონსტი მაგალითად ხო? და დოკუმენტ create element. всё, დივი შევქმნით. ეხლა რამენაირად უნდა მოვათავსოთ body tag-ში. ამისთვისაც ახლა დაგვჭირდება კიდევ ერთი ცვლადი, იმისთვის რომ body tag-ი გავაკეთოთ და დოკუმენტ წერტილი body, იგივეა რაც მაგალითად query selector და body text მიმართ. ანუ იგივეა ერთი-ერთი. მოკლედ დავწერთ. აი, ეხლა შეგვიძლია უпростоრად body tag-ში უნდა მოვათავსოთ div. body text მიმართავთ და რა მეთოდი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის რომ body tag-ში ჩავარდეს ეს div-ი, შულობილი ელემენტი რომ გახდეს. child უნდა დაუწეროთ, ხო? კი ბატონო, append child. ლუკა, შენ ხო არ დაგიწერია შემთხვევით? ბოლომდე არა, რაღაცები წერია. და append child-ის საშუალებით ვეტყვით რომ body-s შულობილი tag-ი იქნება, ან body-s მიმართავთ, ვეტყვით რომ შულობილი tag-ა დაიყვანოს div. აი, ეხლა ჩვენ div-ს მოდი კლასის მივცეთ ამასთან ერთად. ანუ div-ს უნდა მიმართოთ და რა მეთოდი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის რომ კლასი მივცეთ? კი, ესეთი თვისება უნდა გამოვიყენოთ, ხო არა მოვიდნენ? class list-ი არ უნდა. class list-ი და ამ თვისებას აქვს ესეთი მეთოდი, როგორც არის add. დავამატოთ. მოდი რამე ბლოკი მივცეთ მაგალითად კლასი და შეგვიძლია ახლა CSS-ის ფაილით შევქმნათ ამასთან ერთად და თავიდან საწყისგან სტანდარტული და ჩვენს ბლოკს მიმართოთ და მაგალითად რამე width ვთქვათ მაგალითად 300 პიქსელი, ამას როგორ გაწილობთ? ენზე იყო დამოკიდებული. ესეთ ბლოკს გავაკეთებ ახლა მე. და მივიღებთ მოდით ეს ყველაფერი. კომენტარი. რა გამომჩა? კლასი ბლოკი ჩაუბრალოდ შექმნილი. CSS არ მაქვს დაკავშირებული, ოკეი. და CSS-ი დავაკავშირეთ, ეს ბლოკი გამოვიდა. ოკეი, პირველი რამდენი პუნქტი შევასრულეთ? 2 პუნქტი შევასრულეთ. და მესამეც შევასრულეთ. ოკეი, ახლა უნდა შევქმნათ h1. მოდით იცი როგორ ვქნათ? თან აი ამას თანმიმდევრობით მივყვები ახლა. შევქმნით div-ი. ესე არ გამო. ყველაფერს მაშინ ისე დავაკომენტარებს. და ცალკე შევქმნათ, მოვათავსებთ div tag-ში ამას ესე დავწერთ. მოვათავსებთ div tag-ში ქვემოთ დავუწეროთ. შევოთ. მიეცეთ class div და გასტილეთ, შემდეგ შექმნით h1 შიგნით. ჩაწერეთ შიგნით lorem text-ი, მიეცეთ კლასი გასტილეთ და შეიტანეთ div-ში. აი. const-ი heading დავარქვით. heading.
ან heading-ი, ან H-ი იყოს უბრალოდ ხა ძალიან. რო არ ვიფიქროთ, document ისევ create element იმისთვის, რომ H1 გავაკეთოთ, ხო? H1. აი, ეხლა ამ H-ში უნდა შევიტანოთ ტექსტი. მოდი ჯერ კლასი მივცეთ. H-ს მიმართავთ, class list-ი ისევე, დავამატოთ და მაგალითად რამე title. ვცეთ ესეთი კლასი. შემდეგ ჩვენს H-ში უნდა ჩავწეროთ ტექსტი. ანუ მიმართავთ H-ს და text content. საშუალებით გადავცემთ ჩვენს ტექსტს, მაგალითად რამე ლორენ. H1 შექმნილია, კლასი მიცემული აქვს, ტექსტი ჩაწერილია, სტილებიც მივცეთ. აი, მაგალითად font size 35 პიქსელი, color მაგალითად blue და text decoration underline. უბრალოდ რო ქვემოდან ხაზი გავუკეთოთ. ამასაც არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ეხლა რა სტილებს მივცემთ. და შეიტანეთ div tag-ში. Divs მიმართავთ და ისევე append child მეთოდის საშუალებით გადავცემთ H. ანუ divs ვეუბნები, რომ შენი შვილობილი თეგი გახდება H. მოდი შევამოწმოთ, აი გამოვიდა ჩვენი ტექსტი. აი, შექმნით ღილაკი, რომელშიც ჩაწერთ click me-ს და მიაბამთ event listeners. მოდი გავაკეთოთ ისევე const-ი create უბრალოდ btn დავარქვათ, უდრის document 8 element და button. ეხლა ჩვენს btn-ს მივაბავთ text content უდრის click me. და მოდი აქ არ მაქვს დაწერილი, მაგრამ div tag-ში შევიტანოთ ჩვენი ღილაკი. Divs მიმართავთ და append child მეთოდის საშუალებით შევიტანთ ჩვენ btn-ს. ანალოგიურად როგორც H შევიტანეთ div-ში და ანალოგიურად როგორც div-ში შევიტანეთ body tag-ში. ნახოთ, ჩვენი ღილაკი შემოვიდა და ღილაკის დაჭერისას უნდა შექმნას ახალი div, რომელსაც მისცემთ class და გასტილავთ. კარგი. კიდევ ერთი div გავაკეთოთ, div2 მაგალითად document. Create element div ისევე div2-ს მიმართავთ და ავონთ ღილაკზე დაჭერისას. ხო, ამას ამოვჭრიდროებით ახლა. და btn-ს მივაბავ event listeners. event listener-ი click-ზე უნდა შესრულდეს რაღაც ფუნქცია. და ამ ფუნქციაში ხდება ამ div-ის შექმნა. ამ div-ს მივაბავთ class, რა თქმა უნდა, class list add დავამატოთ. class-ი მივცეთ მაგალითად block2. ასევე ჩვენი div-ი შემოვიტანოთ, უთხრათ რომ ჩვენი div-ი შემოვა append child-ის საშუალებით პირველ div-ში. და შეგვიძლია ახლა ასევე მივცეთ რამე სტილები. div2 გავსტილოთ, ამას შეგვიძლია უთხრათ width 100%, ანუ მშობლის 100% დაიკავოს ჩვენი ბლოკის. თუ რამე მეცი, block2 მეცი მოდი კლასი, ხო? block2, ხო? 2 width ექნება 100%, ანუ 300 პიქსელი, სიმაღლე ექნება 50 ექნება 50 პიქსელი და background color-ი მაგალითად შეგვიძლია მივცეთ მწვანე. და მოდი შევამოწმოთ ახლა რა ხდება. დავაჭერმე click me-ს და როგორც ხედავთ, აი ეს div-ი დაემატა აქ. შეგვიძლია ახლა იდეაში ამ div-ზე ამ div-ის გაუქმების ღილაკის გავაკეთოთ, ანუ ამ div-შივე მოდი უცბად მე ესეთ რაღაცას გავაკეთე. მოდი მე 7-ს დავამატებ და დავაწერო div-ის წაშლა უბრალოდ. ხო, მოდი ახლა ეს div-ი წავშალოთ. ამ წაშლის ღილაკის დავამატოთ. ანუ pop-up pangeris ვარიანტი, ანუ დავაჭერთ click-ის გაიქნება, დავაჭერთ guide-ში.
კონს გავაკეთებ ისევე BTN-ს, რომელსაც document create ელემენტის საშუალებით შევქმნით. ბატონ BTN-ს უბრალოდ ეხლა div-ors მიმართავ და append child-ის საშუალებით ჩვენს BTN-ს შემოვიდეთ. BTN-ში ასევე მოდი ტექსტი ჩავწეროთ. BTN-or text content close window. අපි ნახოთ close window გამოდის ესეთი ის. ანუ ეხლა ამ დილაგზე წაშლის შემდეგ ეს პანჯარა უნდა დაიხუროს. როგორ გავაკეთებთ? მიმართავთ BTN-ors და ანალოგიურად აქ ამასაც event listeners მივაბავთ. კლიკზე ისევე ვეტყვით, რომ ფუნქცია შესრულდება რაღაც. ფუნქცია შესრულდება და როდესაც გელაქვს დავაჭერთ, div-ors მიმართავთ და remove. გავასუფთავებთ ან დომიდან წავშით. მოდი ვნახოთ ახლა როგორ მოხდება ეს. დავაჭერ click მის. აიხსნა დავაჭერ close windows და წაიშლება. ესეთი pop-up პანჯარას გავაკეთეთ. ნუ ამას როგორ და არანაირად გამოიყენებთ უკვე. ენზეა დამოკიდებული მოდი ამას ცენტრში მოვახოთ. უბრალოდ რომ ნახოთ. კარგად იყოს გამოსული, ხო? აი ესეთი რაღაც იქნება. მე იდეაში ეს BTN-ს შეგვიძლია რამე კლასიც მივცეთ. ან div-ors ხო აკლას ბლოკად. flex moves. Justify content. Flex end. Align items. Flex ends. ეს ვილაკი უბრალოდ ქვემოთ წამოვლოთ ან შეგვიძლია იდეაში ცენტრში მოვახვიდოთ. ან align items-ი იყოს საწესში. ესეთი რაღაც გავაკეთეთ. close window. ესეთი ვილაკის დავამატეთ. ხო, იდეაში აქ რთული არაფერი არ არის. ანუ create element-ი უნდა ვიცოდეთ როგორ მუშაობს, append child-ი, class list-ი, text content-ი და შევიდეში ყველაფერი event listener-ი, всё. ყველაფერი აი მარტო ეგ ბრძანებები არის. მეთოდები, რომლის საშუალებითაც შევასრულეთ აი ეს ყველაფერი. ეს არაფერი რთული აქ არ უნდა იყოს. მსგავს დავალებას საშინაო დავალებაში და ხარ. მედია ადვილად გაართმევთ თავს. ხო, რამე კითხვები ხო არ გაქვთ ამ თემასთან დაკავშირებით? არა. რომ გავაკეთებთ მე. ოკეი. კარგით, მაშინ დღეისთვის დაგემშვიდობებით და და შევხვდებით დავალებები, ზაზე ჩემთან არ ჩანს ხოლმე და რამე ხომ არ რამე პრობლემა ხომ არ არის. როგორ? ჩემთან დავალებები არ ჩანს ხოლმე. უკვე მე რამდენი გაკვეთილია დავალება არ არის. არა. ვერ ტვირთავ, ანუ ჩემთან ის რო შეიცვალა, მე ტვირთავ, მაგრამ რატომაც არ იტვირთებოდა, ანუ ეწერებოდა, რომ საშინაო დავალება. დამახსოვრდა, უბრალოდ მახსოვრდებოდა თურმე და მე მეგონა რომ იტვირთებოდა რა და გავარკვირაში სამ პრობლემა და აიტვირთება. აჰა, ფესაგებია. აი, მადლობა. არაფერს. კარგით, დროებით, მაშინ ნახვამდის. დროებით. შევხვდებით შემდეგ ლექციაზე. ნახვამდის.